მოგესალმებით, მაგრამ მევსალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ჩვენ არა გვაქვს საქმე არავითარ სასამართლო პროცესთან და სამართლის კანონის უზენაესობასთან, როდესაც უყურებთ დღეს საქართველოს საქალაქო სასამართლოს და ზოგადად მთელ ამ სისტემას. ეს არის ერთი დიდი მასკარადი, მარიონეტების თეატრი, რომელსაც მთლიანი პერვერსია მოახდინა, გახრწნა და დაალპო ზოგადად სამართლის იდეა ამ ქვეყანაში, რომელშიც პირდაპირ ვთქვათ, ხო, თანამედროვე სახელმწიფო მოდელიდან არსებობს, სამწუხაროდ არასდროს სამართლის პოვნა საქართველოს მოქალაქეებს სასამართლოში არ შეეძლოთ. არასდროს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არც დამოუკიდებელი საქართველოს დროს, რა თქმა უნდა, არც საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში ყველა ის ადამიანი, ვინც ცოცხალია დღეს და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქე არის, არავის არ უნახავს ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და ეს არის უდიდესი ტრაგედია ამ ქვეყნის. მაგრამ ეს უკვე რაც ხდება აი ამ ჟესტების საქმესთან დაკავშირებით და პოლიტიკური დევნის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის რაღაც არნახული მასშტაბი. არსებობს რაღაცა საქმეები, აქამდე იყო პოლიტიკური, რომელიც რაღაცა მოვლენებს ინტერპრეტირებდნენ პოლიტიკური მიზნებით, მაგალითად, ალი კოილისაშვილზე ინტერპრეტაცია მოახდინეს ამის ტერორიზმად. ამ შემთხვევაში ახლა ვლაპარაკობთ არარსებულ ამბავზე, ანუ ამბავზე, რომელიც არ მომხდარა, გავთომაკა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მაყურებელმა ძალიან კარგად გაიგოს. არარსებული ამბავი, ანუ ასეთი რამ არ ყოფილა. არ ყოფილა ესეთი რამე, რომ სადმე ეს ხალხი, აი, ვინც ახლა ერთად განსაჯელი სკამზე ზიან, რომ ეს ხალხი სადმე ერთად რამე ამბავში ყოფილიყვნენ, აქციებზე ერთად ყოფილიყვნენ, ვინმესთვის მართლა რამე მოეწოდნენ, უბრალოდ არ არსებობს. თავიდან ბოლომდე შეთხზული ზღაპარია. როგორც არ არსებობს, რაც თქვენ გამახვილეთ სწორად ყურადღება, როგორც არ არსებობს საბოტაჟის საქმე. ანუ ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებმა ასე გადაწყვიტეს და საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი მიზანი, რომ დასავლეთი არის ჩვენი ცივილიზაციური წიაღი, რომ ქრისტიანული სამყარო არის ის, რისი ნაწილიც უნდა იყოს საქართველო და რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები დავდიოდით ვიზიტებით, საქმიანი შეხვედრებით. ვაშინგტონი იქნებოდა ეს ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქები ევროკავშირში. აი ამ ვიზიტებზე, უბრალოდ ვიზიტებზე, რომელიც თქვენი არხით, სხვა არხებით გაშუქდა, ამ ვიზიტებზე პარტნიორებთან ესენი იქ საქმის გასაბუჭებლად იყვნენ. პარტნიორებთან შეხვედრები არის მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში, ბატონთაზო? დიახ, ხალხომაკა, პარტნიორებთან შეხვედრები საჯაროდ გაშუქებული. არავის დრო დასამალი არაფერი არ ქონდა. საჯაროდ გაშუქებული, მათ შორის ჟურნალისტები რო ახლდნენ ამ ვიზიტებში, ამ პარტიის ლიდერებს, სხვა პარტიების ლიდერებს, ასეთი ამბები, რომ იქო ეგენი წასულები რო იყვნენ, კაი საქმისთვის არ იყვნენ წასულებიო. და ამას ამბობს ვინ ხალხომაკა? ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამამახვილოთ და საქართველოს მოქალაქეებს თქვენი ეთერით ეხა შევახსენოთ ამ ქვეყნის უახლესი ისტორია. უახლესი ისტორია შევახსენოთ. ამ ყველაფერს ამბობენ ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, სხვები, ანუ ხალხი, რომელიც პირდაპირ ვამბობ ამას, ზრიად გამსახურდიას მიერ იქნენ ხილებულები კგბ-ს აგენტობაში. ანუ ეს არის ერთი კასტა, ერთი ჯგუფი თან. გოგა ხაინდრავა, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე და სხვები. იქ არიან ერთი-ორი რაღაცა ახალგაზრდა დამსმენები. არარაობებს ახლა ამ შემთხვევაში არ ვახსენებ, ის დაბადებულიც არ იყო ალბათ ამის, მაგრამ ნანა კაკაბაძე და აი ეს ხალხი არიან ოფიციალური აგენტები, რუსეთის სამსახურში მყოფი ოფიციალური რეზიდენტები. ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან მთელი ამ პერიოდის მანძილზე. შესაძლოა ახალი საჩივრის საფუძველი გახდეს თქვენს წინააღმდეგ. მოღალატეები არიან. მოღალატეები, გახდეს საპრობლემა არის. მოღალატეები არიან ეს ხალხი. აგენტები არიან, ხილებული სუკის აგენტები. აი ეს ხალხი არიან ის ხალხი, ვის ჩვენებების საფუძვლებზეც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, იმიტომ რომ ამათმა დაწერეს. აი ამ აგენტებმა, სუკის აგენტებმა და სამშობლოს მოღალატეებმა რომ დაწერეს, სადღაც რომ აი ეს ხალხი ვიზიტებზე რო იყო, იქ საქმე საფუჭებდნენ, ამის საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი ქალბატონო მაკა. ანუ ეს არის წარმოუდგენელი სიგიჟე. აქ არის მთავარი კითხვა, რომ ეს ადამიანები არიან მთავარი მომჩივანები, ვისი განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება
და შემდეგ უკვე ის სასამართლო პროცესი, რომელსაც ჩვენ უკვე კვირაში ორჯერ ვადევნებთ თვალს. დღეს მაგალითად ლევან ნიკოლეიშვილი ამბობდა და არ გამორიცხა მან, რომ კიდევ ერთი პირი, კიდევ უпроსტად ორი ადამიანი, ვის წინააღმდეგაც შესაძლოა გამოძიება დაიწყოს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარიაო. რაში სჭირდებოდა, როგორც თქვენ ამბობთ, ასე ხელოვნურად შეკერილი საქმე პროკურატურას, უпроსტად რატომ სჭირდებოდა პროკურატურას ეს საქმე ლიდერების წინააღმდეგ? რეალურად რას ემსახურება პროცესი, დაჩქარებული პროცესი, რომელიც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიდის? კი ბატონო, არ არსებობს აქ პროკურატურას არანაირს არ ეკითხება, პროკურატურის ინტერესი არ არის, პროკურატურა აქ არ არის როგორც ცივილიზებულ სამყაროში ბრალდებელი სახელმწიფო არ მოქმედებს, პროკურატურა ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილის და რა არის ამ შემთხვევაში ივანიშვილის ინტერესი? მოღალატეების, მოგახსენებთ, როგორც აი ეს მოღალატეების ჯგუფი, რომელიც პარტიად ჩამოაყალიბეს, ეს სამშობლოს მოღალატეები, კგბ-ს აგენტები ერთად შეიყარნენ და ისინი ემსახურებიან ივანიშვილის პირად ინტერესს, ისე აი ეს მთელი საქმე თავის პროკურატურიდან სასამართლოიანა არის გაკეთებული იმისთვის, რომ ასე გადაწყვიტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მან გადაწყვიტა, რომ მან ის მივიდა იმ წერტილში, სადაც მის სტატუს კვოს ცივილიზებული სამყარო აღიღებს როგორც მოცემულობას, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოს აქვს დემოკრატიულობის ისტორია 35 წლიანი და ისე 100 წელზე მეტი, რომ საქართველოს არის კონსტიტუციური წესრიგი, სადაც ადამიანის უფლებები უპირატესი არის და უცებ ეს სახელმწიფო ერთ წელიწად ნახევარში, ორ წელიწადში ტრანსფორმაცია გაუკეთო, გადააქციო რაღაც პროვინციულ დიქტატურად და გინდა რომ მე მთელმა სამყარომ ასე მიგიღოს, ასე არ მიიღეს ბიძინა ივანიშვილი და მან გადაწყვიტა, რომ მას აღარაფერი აღარ უშლის ხელს, რომ ეს ქვეყანა გადააქციოს შუააზიური ტიპის დიქტატორულ რეჟიმად, რომელსაც მან დაიწყო ეს პროცესი გამალებულად. ციხეში მყოფი პოლიტიკური ლიდერები ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ რომ რეალობაში ხომ ამ ურთიერთობებში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მეტ პრობლემას ქმნის პოლიტიკური პატიმრები გისოსებს მიღმა. აღარ ქმნის, ის თვლის, რომ აღარ არის იმ ვითარებაში, როდესაც შეგადეთ მას აღარავის ინტერესი აღარ აინტერესებს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და საქართველოს მოქალაქეების შეხედულებებს არ უყურებს, ჩვენ დასავლეთ პარტნიორების დამოკიდებულებას არ უყურებს, არაფერი აღარ აინტერესებს, პირველში ქართული ხალხი აღარ აინტერესებს, ამიტომ ის თვლის, რომ მისთვის ბევრად უფრო მარტივია, აი ამ ძალიან დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების გუნდით, პირდაპირ ვთქვათ, ხო, ძალიან უხარისხო პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული დღევანდელი ქართული ოცნება, როდესაც იყვნენ იქ ნორმალური ხალხი, კორექტულად ვამბობ, ქაუტორ მაგა ყველა არავით არის შეურაცხყოფის გარშე, უბრალოდ ეს არის ძალიან დაბალი დონე ინტელექტუალური, აი ამითი რეჟიმის შენარჩუნება ძნელია, ამიტომ ამ ასეთ ვითარებაში დიქტატურა უნდა დაამყაროს. დიქტატურა დაამყაროს, ამისთვის სჭირდება რომ მოასუფთავოს ველი, აი შეხედეთ, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური კონკურენტი ციხეში გაუშვა. ციხით ემუქრება ყველას. აგერ ის თქვენ ვახსენეთ ახლა ის პოლიტიკურ კონკურენტებს ხო ისედაც კრძალავს საკონსტიტუციაში ხომ სარჩელი ისედაც შეტანილია პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და ეს მთავარი კონკურენტების ჩამოცილებას როგორც ჩანს ამ გზით აპირებს ხო აკრძალული ექნება ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. აი ეს გზა სასამართლოს და ციხის გზაზე მე კიდევ ერთხელ რატომ აყენებს პოლიტიკურ ლიდერებს? ძალაუფლების დასანახებლად რომ მას ეს შეუძლია დემონსტრირებისთვის არარაციონალურია მის მათ შორის კი გეთახმებით მათ შორის ამისთვის მაგრამ მე უბრალოდ მე და თქვენ ძალიან ისე ფუჭად გავირჯებით თუ შევეცდებით რომ სრულად რაციონალიზაცია მოვახდინოთ მისი ქმედებებისა და აი რასაც აკეთებს ამის რაციონალიზაცია სრულად გავაკეთოთ იმიტომ რომ ეს შეუძლებელია ის არ არის რაციონალური ის თulis რომ არ არის საკმარისი ეს რაღაც ერთგვარი სისუსტის განცდა არის ხო მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტური ძალაუფლება აქვს და რაღაც ლეგიტიმური ძალადობის სრული კონტროლი აქვს და მთლიანად მოწამლული აქვს მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები და აგერ დღეს ვნახეთ კიდე კორუფციის кейსები მიუხედავად ამისა ის არ გძნობს თავს უსაფრთხოდ კი არ გძნობს თავს უსაფრთხოდ ჩემი აზრით ჩემი მოსაზრება რომ მაინც რაღაცა სისუსტეს განიცდის და თulis რომ პარტიები უნდა აკრძალოს ერთის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოში მაგრამ მეორეს მხრივ პიროვნულად ყველა პოლიტიკური ლიდერი ვინც რეალური კონკურენტია მისი ყველა უნდა გაუშვას ციხეში აი ეს დამოკიდებულება აქვს მე ვერ გეტყვით მართლა ძალიან გამიჭირდება რომ აი ამის მეტი რაციონალურობა დავინახო რაც სახეზეა ფაქტია ხო ფაქტია რომ არავის არ ჭირდებოდა და არავითარ ლოგიკაში არ ჟდება კვირაში სამი პროცესის ჩატარება მაგრამ ატარებს ფაქტია რომ არ არსებობს ესეთი რამე რომ ლიდერები რაღაცა ჟესტებით და თვალის პაჭუნით მოუწოდებდნენ რაღაცეებს დემონსტრანტებს და ეს რაღაცეები 300 400 500 მეტრის შორს მყოფმა პოლიციელებმა დაინახეს
ადგილზე არ იმოქმედეს, პირველ დღეებში არ იმოქმედეს, შემდეგ პერიოდში არ იმოქმედეს, ეხა გადაწყვიტეს, როცა ნანა კაკაბაძემ და სხვა სუკის აგენტებმა დასმენა შეიტანეს პროკურატურაში, მერე გადაწყვიტეს, რომ ესენი გაახსენდათ, როგორც ეს არ არსებობს, მაგრამ პროცესი ამაზე მიდის, ისე ხდება ამათი დაჭერა. ანუ აქ რაციონალი არ არის. ხო, ეს ხო ვიღაცა მუთხრა მათ შორის ბიძნაევანიშვილს, რომ უბრალოდ არ არსებობს არაფერი, რა ვქნათ, რა ქნათ და მოიგონეთ და მოიგონეთ. აი ეს საარჩევნო ნაწილი რომ საერთოდ დღევანდელ პოლიტიკაში რაციონალი ძალიან ცოტა არის იმ მოქმედებებში, რა მოქმედებებიცაც დღეს ივანიშვილი არის დაკავებული და ეს ამ ქვეყნის და ამ ერის ტრაგედიაა. საარჩევნო ბელის მოსუფთავება, როგორც თქვენ ამბობთ, ეს თემა რომ ამოვწუროთ, დღეს ეუთოს ყოფნა არ ყოფნის, მომდევნო არჩევნებზე ყოფნა არ ყოფნის საკითხი კიდევ დგას დღის წესრიგში და ამჯერად კახი კალაძე ამბობს, რომ რა სანდოობა უნდა ჰქონდეს ეუთოს ამის შემდეგ, ან როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა განვითარებულმა ქვეყანამ იმისთვის, რომ შენ არჩევნებს დააკვირდესო. ეს განცხადებები სრულად აჩენს იმის განცდას, რომ 2028 წლის არჩევნები შესაძლოა იყოს ის არჩევნები პირველი 20 წლის შემდეგ, რომელსაც ეს საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ დააკვირდება. რა ტიპის არჩევნებისთვის ემზადება მართველი პარტია 2028-ში? მეცაც გეტყვით, რომ ის რა დამოკიდებულება აქვს და რამდენად არ უნდა რომ არჩევნები საქართველოში დააკვირდეს ეუთოოდირი გამოვლინდა მათ შორის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველაფერი იქნეს რომ ეს მისი ერთი თვით ადრე, როდესაც გაუგზავნეს მოწვევა, ამას გულისხმობთ? დიახ, ალბათ მაგას გულისხმობ, ყველაფერი იქნეს იმისთვის, რომ ეს მისი არჩევნები გარიყო. ეხლა რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ ეუთოოდირის მისიის ჩამოყვანა, მაგრამ მე მინდა რომ გავტომაკა ჩვენი მაყურებლის ყურადღება გავიმახვილო იმაზე და გავახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ეუთო არის ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ორგანიზაცია ცივილიზებული სამყაროს გაერთიანებებში, სადაც რუსეთი ჯერ კიდევ წევრია გაეროს გარდა. ერთ-ერთი უკანასკნელი არის, სადაც რუსეთი წევრია, იმიტომ რომ ეუთო ესეთი მაინც შედარებით რბილი მიდგომების ორგანიზაცია, რომელიც თვლიან, რომ რაღაცა დიალოგის სივრცე უნდა არსებობდეს რუსეთთან და აი ესეთ ორგანიზაციას აიხა ასეთი პოლიტიკური ისტერიით დაუპირისპირდა ქართული ოცნება. ამიტომ სულ ამბობ, რომ ბევრად ცუდი სანახავი არის პროვინციული დიქტატორები, ვიდრე ტოტალიტარული რეჟიმები. აგერ პუტინის ტოტალიტარული რეჟიმი რაციონალური მაინც არის რაღაც საკითხებთან და თვითონ ერთოდან არ გამოდის, იმიტომ რომ არავინ არ აგდებს იქიდან და ესენი იმიტომ არიან ერთი კაცის ჭკვაგუნებაზე რო არიან დამოკიდებული, ეხა ივანიშვილს არ მოწონს, გამწარებულია ეუთოზე და სიგიჟეებს ლაპარაკობენ. იხილეთ გუშინ პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცის ბრიფინგი, იხილეთ დღეს პარტიის გენერალური მდივნის გამოსვლები, ეს რაღაცა პოლიტიკური ისტერია მიმართული ეუთოს შეურაცხყოფისკენ, იმ ორგანიზაციისკენ, რომელსაც რუსეთიც კი არ გაუძევებია თავისი რიგებიდან მიუხედავად იმისა, რაც საკეთებს რუსეთი, იმიტომ რომ არის რბილი მიდგომების. აი ამაზე ვლაპარაკობთ, ამ მასშტაბის სიგიჟეზე ვლაპარაკობთ და როგორც ნებისმიერი აშლილობა და ნებისმიერი მძიმე სენი აი ამ სახელმწიფოს და ჩვენ ქვეყანას რა სენიც ჭირს, ეს სენი არის პროგრესირებადი, ეს სენი არის ყოვლის მომცველი. ეს ბევრად უფრო შორს წავა, მინდა გითხრათ, ბევრად უფრო დამძიმდება, ერთადერთი წამალი აქვს ამას. მოვაშოროთ ეს ხალხი ხელისუფლებიდან. არჩევნები იქნება მძიმე, ამას წინასწარ შეგვიძლია შევეგუოთ და ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ამ არჩევნების 2028 იქნება, როდის იქნება, შემდეგი არჩევნები იქნება უმძიმესი, მაგრამ ჩვენი ყველა საქმეა, ვინც ამ ქვეყანაში ვაკეთებთ პოლიტიკას, რომ პოლიტიკური პროცესი გადავარჩინოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი მოვაშოროთ ამ ქვეყანას პოლიტიკური გზით. ასე ვფიქრობ ძლიერ საქართველოში. ვიღაცებს შეიძლება ეს არ მოსწონდეთ, მაგრამ ჩვენი მიდგომა ეს არის. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც პოლიტიკური გზით შესვლის. მე მესმის თქვენი შეკითხვის პათოსი, მე გეთანხმებით იმაში, რომ ძალიან ცუდ არჩევნებს ამზადებს, რა არჩევნებს ამზადებს, რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ არჩევნებს ამზადებს, მაგრამ ჩვენი საქმეა, რომ დღეები და ღამეები ვიშრომოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეტი და მეტი მოქალაქეები დავარჩინოთ. პროგრესირებადი სენი მოვაშოროთ. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენ სუსის ბრიფინგი ახსენეთ და დაკავებები 29 კაცი დაკავებული 29-ვე კორუფციის ბრალდებით, ჯიხურების ჩადგმაში აღებული ფული თუ სკების განთავსებაში. რა მოვისმინეთ რეალურად დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომ არ არსებობს სფერო, არ არსებობს იერარქია სახელმწიფო, სადაც ქრთამის გარეშე საქმე არ წყდება. ასე დგას საკითხი და შინაარსი მოკლე ასეთია?
ძალიან სწორი მოკლე შეფასება გააკეთეთ ქალბატონო მაკა აბსოლუტურად ჯდება ამ მოკლე შეფასებაში. ამ ხალხს არ ვიცი რაღაც აი აქაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაციონალის სერიოზული პრობლემა გვაქვს, ანუ საღათაზროვნების პრობლემა აქვს ამ ხალხს, იმიტომ რომ გონიათ რომ კალკ საქმეს აკეთებენ, როდესაც ამას აკეთებენ. იმიტომ რომ ცდილობენ რომ მე პროპაგანდით რაღაცა შეფუთონ და გაყიდონ როგორც კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ეს რას ამბობს, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი ციხეში იზის, იმიტომ რომ სახში აურაცხელი განძი რა ალიბაბა და 40 ყაჩაღის შესაშური განძი ედო, ოქროს ზოდებად ქეშად. როდესაც ლილუაშვილი ციხეში იზის სუსის უფროსი, რომელიც ქრთამს იღებდა ვიღაც რიგითი თურქი ბიზნესმენებიდან და კოლ-ცენტრებს კურირებდა. როდესაც ჯუანშერ ბურჯუაზი თავდაცვის მინისტრი ჯარის საჭმლიდან ფულს იპარავდა და შეერაღებული ძალების ეკიპირებიდან ფულს იპარავდა. ესენი ციხეში გიზიან. ამის მერე სადღაც 100-ზე მეტი ადამიანები კანტონმა პროკურორმა 2025 წლის შესახებ მოხსენებაში თქვა პირდაპირ რომ 220 საქმეაო და 100-ზე მეტი ადამიანი 125-ზე მეტი ადამიანი ზის ციხეშიო, მათ შორის უმრავლესობა 85 კაცი 90 კაცი ისინი არიან საჯარო მოხელეებიო. ანუ აი ამ ყველაფრის ავტორებს კიდე ამატებენ რომ აი ხა რას გაუნებენ, იცი მარტო ესენი კი არა, ზედარგოლი და შუარგოლი კი არა, ქვემოთ აი ვიღაცა ყველაზე დაბალი დონის კლერკი, რომელმაც რაღაცის ნებართვა, ჯიხურის ნებართვა უნდა გაწეს, ისიც კი იპარავს. ანუ ეს ხალხი აღიარებენ რომ ანუ ეს ხო სხვა დროს არ ხდებოდა, ეს ხო ქართული ოცნების მმართველობის მანძილზე ხდებოდა, ანუ ისინი აღიარებენ რომ ქართული ოცნების მმართველობის მანძილზე სხვადასხვა წლებში რა მნიშვნელობა რომელი კლანი მართავდა საქართველოს, სხვადასხვა წლებში ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში კორუფცია არის საყოველთაო ენდემური და მოიცავს ყველა რგოლს. ამ ქვეყანაში როგორც საბჭოთა საქართველოში კორუფციის გარეშე თურმე ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს და ეს რა ვიცი მათ აზიანებს.